ვარსკვლავებ მწყინვარე გამოსჩნდით, სიმრქვლესა ზედა სათნოებათასა უქცეველსა, გაემდევნეთ სიბნელესა და ახსნილობისასა, ხოლო გაბრწყინდით, ვითარცა მზენი სასუფეველსა შინა ზეცისასა, ვითარცა მარტვილნი და ვითარცა მოწამენი ქრისტესნი. დავით გარეჯის ლავრა მე-6 საუკუნეში დაარსა ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა წმინდა დავით გარეჯელმა. ლავრა იმთავითვე გახდა საქართველოს სულიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერა. დავით გარეჯის მონასტერს იქ-მოხვაწე ბერების სიმრავლის გამო ბერთა ქალაქს უწოდებდნენ. ის მრავალგზისა აოხრა და დაანგრია მტერმა. მრავალი გარეჯელი მამა აღესრულა აქ მოწამეობრივად, მაგრამ განსაკუთრებით სულის შემძვრელი 1616 წელს აღდგომის ღამეს მომხდარი ამბავი. 1615 წელს სპარსეთის შაჰი დიდძალი ლაშქრით თავს დაესხა საქართველოს. ქვეყნის დაპყრობისა და აოხრების შემდეგ იგი სანადიროდ გაემართა გარეკახეთის ველებში. შაჰს შემოაღამდა და მისი ყურადღება მიიპყრო შორს მთაზე მოზრალმა ცეცხლოვანმა მწკრივმა. მას აუხსნეს, რომ იმ ადგილებში ბერები ცხოვრობდნენ, რომლებიც იმ ღამით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავდნენ. შაჰმა მათი მოკლა ბრძანა. იმავე ღამეს დავით გარეჯის ლავრიდან წინამძღვარს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ დიდი გამოცდა ელოდა წინ და מחვილით მოისრებოდნენ. ანგელოზმა ისიც უთხრა წინამძღვარს, რომ ვისაც ამ ქვეყნიური სიცოცხლის გადარჩენა მოუნდებოდა, გაქცეულიყო და დამალულიყო, ხოლო ვისაც მარადიული სიცოცხლის წყუროდა, უფალი მას გვირგვინს უმზადებდა. წინამძღვარმა ყველას უამბო ჩვენების შესახებ. მამები სულიერად განმტკიცდნენ და მოემზადნენ მოწამეობრივი ღვაწლისთვის. ხოლოდ ორ მორჩილს შეეშინდა სიკვდილისა და მონასტრის მოშორებით ერთ-ერთ მთაზე დაიმალა. სპარსი მეომრები წირვის ბოლოს მამაუჩვენოს გალობისას გარს შემოერტყნენ სავანეს. მონასტრის წინამძღვარმა მხოლოდ ის თხოვა მტერს წირვის დასრულებისა და ზიარების ნება დაერთოთ. მეომრები დასტანხდნენ, ერთმანეთს შენდობას თხოვეს სულიერმა ძმებმა და წმინდა ზიარება მიიღეს. სპარსელებმა პირველად წინამძღვარს მოჰკვეთეს თავი, შემდეგ კი ყველანი აკუწეს. ამ დროს მონასტრიდან გაქცეულმა ორმა მორჩილმა იხილა ზეციდან გარდამოსული ქვირგვინები, რომელთაგან ორი საწყალობლად ტივტივებდა ჰაერში. მორჩილები უდიდესი სინანულითა და მოშურნეობით აღივსდნენ. მოსწყურდათ მათაც ქრისტესათვის მარტვილობა და მარადიული სიცოცხლე, ამიტომ სასწრაფოდ უკან მიბრუნდნენ. სპარსელმა მხედრებმა ისინიც מחვილით განგმირეს და მიწაზე დაყარეს. შემდგომ ამ ადგილას ამოვიდა ვარდის ბუჩქი, რომელიც მე-19 საუკუნეშიც კი ხარობდა. უწყლო, მშრალ და ქვიან ნიადაგზე. მოგვიანებით ქართველთა მეფემ არჩილმა რუდუნებით შეაგროვა მოწამეთა ძვლები და ქვის ჩასასვენებელში ერთად მოათავსა. წმინდა ნაწილებიდან მირონდენა დაიწყო. წმინდა დავით გარეჯელისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრების ძმობამ თხოვნით მიმართა კათალიკოს ანტონ პირველს შეედგინა მათთვის ღვთისმსახურება და მათი ხსენების დღედ დაედგინა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.